მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო თქვენი გრენდაიზერი მოვიდა დღეს და დღეს მინდა ვილაპარაკო თუ რამდენად სულ რაღაცა ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში TikTok-ი. რატო შევეში TikTok-ს რა მართლა? TikTok-ზე მქონდა როგორი კონტენტი, იცით, რომ rage კონტენტი იყო რა, ანუ ცილყავა მუდამ ხოთზე. ვჩხუბობდი ვიღაცებს ეგონათ რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი ვიღაცებს. მაგრამ იდეაში ეგ არისო ჩემი გათვლა, მე უბრალოდ რაღაცა კონკრეტულ იდეოლოგიებს ვაჯამდი ხოლმე. ხო და ეს დაჯმა მაგრა ევასებოდა ხალხს რა და დაჯმის ხარჯზე მქონდა ხოლმე ნახვები და მე კიდე არ მინდა რომ დაჯმის ხარჯზე მქონდეს ნახვები, მე მინდა რომ ჩემი ადამიანობა აინტერესებდეს ვიღაც ადამიანს და მაგაზე იყოს კონცენტრირებული და ჩემი აზრი მისაღები იყოს იმისთვის რა. იდეაში ახლაც იგივეს ვლაპარაკობ, რაც იქ ვლაპარაკობდი, უბრალოდ უფრო ნორმალურ ადამიანურ დონეზე ბოდიში დამასლოკი და ადამიანურ დონეზე ვსაუბრობ რა ახლა. ადრე არ ვიყავი ეგრე, ადრე იმენა სულ ჩხუბობდი ხოლმე და ეგრე აზრი არ ქონდა რა, კაროჩე, მე არ მომწონდა. თავიდან მაგრამ მომწონდა. მე უკვე კომენტარებში რა დაიწყეს, იცი? მე რომ ვიღაცას რაღაცას ჩავწერდი, იმის ვიდეოზე გადადიოდნენ და აჩვენდნენ. ეგ არ მინდოდა რა, ეგ არ მინდოდა. მე მაგის გამო არ ვაკეთებდი, რომ ვიღაც ადამიანი დამემცირებინა, რა მსგავსი მექნა და ბევრი ადამიანისთვის ბოდიში თქმა ხმახტილი, ბევრი ვიდეოც მაქვს წაშლილი, იმიტომ რომ ეწყინა ვიღაცას რაღაცა. და აქედან გამომდინარე, რადგან მე არ ვიყავი ეგეთი ადამიანი, როგორც იქ ჩანდი, ავდექი და დავიკიდე. მაგრამ საბოლოო ჯამში რატო დაიწყეს ეგეთი რაღაც? მე მგონია, რომ Facebook ხო იყო კაი 2011 წელს. სანამ უფროსი თაობა დაამოყენებდა Facebook-ს, იქამდე Facebook-ი კაი პლატფორმა იყო. მე რაღაც ეტაპზე უფროსმა კამანდამ დაიწყო ეს Facebook-ის გამოყენება. უცბოსი კამანდა ძალიან უფროსი კი არა და უფროსი თაობა უფრო მარტივია манипуляციისთვის. როგორ უნდა ვთქვა ეს? სამანიპულიროდ უფრო მარტივი არიან უფროსი თაობა რა, ბავშვები და უფროსი თაობა. რაღაც middle age როჟები, ახლა მე და 40 წლის კაცები არ არის რა. მარტივი რომ ჩვენ რაღაცა ვიდეო გვანახონ და ესე ყოფილა. ანუ მაგას არ ვიტყვით რა. რაღაცა უფრო გადავალ ბოლო-ბოლო და მოვძებნი და ვგუგლავ და ვნახავ მართლა ეგრეა თუ არა. ხო და იმათ ეგონათ რომ იმათ უფრო მარტივად სჯერათ რაღაც ვიდეოების რაღაც ნახულობა. და რადგან ეგ მარტივია, მე უკვე ბოტები იყრებიან კონკრეტულ სოციალურ ქსელებში, სადაც უფრო მეტი მარტივად манипуლირებადი ხალხი არიან და მაგის გამო ბოტები შეიყარნენ Facebook-ზე და Facebook-ი გამოყლებდა რა. ანუ Facebook-ზე არის ახლა აი მანანა დეიდები და რაღაცები წერენ კომენტარებს რა. და YouTube-ს ვერ უქნეს ეგ რა. YouTube-ზე არ შემოდის ეგ უფროსი მაყურებელი და ძალიან მიხარია მე, იმიტომ რომ ეგენ რომ შემოვიდნენ, მე მაგათ ავტომატურად შემოყვებიან ბოტები და ეგ ბოტები აი TikTok-ზეც ეგრე იყო რა. როგორც კი უფროსმა კამანდამ დაამუღამა ეს TikTok-ი, აი მე ჩემი შემოვიდნენ ყველაფერი, აი კომენტარებს რასაც წერს 90% ბოტი მგონია მე უკვე რა მართლა გეუბნები. კომენტარები ხო დადებითი კომენტარი ხო აღარ იწერება. ვიღაცა ევროპაზე რაღაცა კარგს იტყვის აჯვამენ თავზე, ვიღაცა რუსეთზე იტყვის ცუდს აჯვამენ თავზე. ხო და რაღაცნაირი უაზრო ყლევობაში გადაიზარდა რა, ეგ TikTok-ი ჩვენში დარჩეს რა. პოლიტიკური იდეოლოგიების გასაზიარებელ პლატფორმად გადაკეთდა ეგეც რა. და მაგ პონჩი აღარ მევასება რა, TikTok-ს ბევრი მაყურებელი ყავს რა, რა თქმა უნდა. ეხლა მე რომ აი აქ რო 1200 ნახვას ვაგროვებ, იქ რო აი ესე პროსტა ესე ბიჭორავ რაღაცა ხო, ეგ 100.000-ზე შეიძლება ისე მარტივად ავიდე როგორც არაფერი. მაგრამ არ მინდა რა, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ ის ხალხი ხარისხიანია რა. ანუ რა თქმა უნდა იმ 100.000 კაცში შეიძლება 80.000-იც კი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯობია შედარებით წმინდა ადგილზე ვისაუბრო რა. მე აქ YouTube-ზეც თუ შემოვლენ, მე უკვე Twitch-ზე გადავიდეთ და ასე ვიაროთ. ჩემი სანამ არ მოიწურება, რავი, Kiki-ა, კიდე რაღაც საიტები არის რა. ხო და TikTok-ი არის ძალიან გაფუჭებული რა, ბოტების და უფროსი ხალხის გამო რა. ანუ ცუდს კი არ ვიძახი ამ უფროს ხალხს. ანუ მამა ჩემიც იყენებს TikTok-ს და დედა ჩემიც რა, მაგრამ დედა ჩემიც რაღაცას რომ ნახულობს, ეხა ხანდახან ისეთ რაღაცაზე მეკითხება, რომ ანუ დედა ჩემი ძალიან ჭკვიანი ხალი არის, ანუ არ გეგონოთ რომ დედა ჩემს სრულ ეს ანშტერს ვეძახი. პირიქით, დედა ჩემი ძალიან ჭკვიანი ხალი არის და ბოლო-ბოლო სამი შვილი ყავართ გაზრდილები ერთ მეორეზე უკეთესები. მე ყველაზე ცუდი ვარ. მაგრამ მაინც
ხო, ნუ ხო და დედაჩემი ძალიან ჭკვიანი არის, მაგრამ ხანდახან რაღაცა AI კონტენტს დედაჩემი კი არა, მეც ვერ ვიგებ ხოლმე ნამდვილია თუ არა რა და ამ AI კონტენტმა მით უმეტეს ძალიან ბევრი სისულელე მოხდება ხოლმე რა და ეგეთ სისულელები რო იჩითება დედაჩემმა ერთხელ რაღაც ვიდეო ჩამიგდა და მეკითხებოდა რომ ეს ნამდვილია თუ არაო რა ნუ მე რო შევხედე მარტივად მივხვდი რომ ნამდვილი არ იყო მაგრამ ნუ დედაჩემს კითხვა რო გამოჩნდა ეგეც კაი იყო რა და ეთქობა ვიღაცა ბებოებს არ უჩნდებათ რა ეგ კითხვა და მე ჯერათ იმ ყველაფრის და რაღაცის აგიტაციას ეწევიან და ყლებაში გადადის რა და მე ძალიან მაღიზიანებს ეგ ყველაფერი ეხა იმ ხალხთან კომუნიკაცია და ეხა ვიდეო რო ჩავწერ რაღაც TikTok-ზე ხო და რაღაცა თქვა რა ჩემი აზრით რომ დავაფიქსირო ნახევარი გამანდა ვა რა მაგარი კაცი ხარ ნახევარი გამანდა ვახშენიო და დამიწევენ გინებას და ეხა არ მინდა რა რა თქმა უნდა ეს ნეგატივი ცხოვრებაში აქვს სურო ვიღაცა მაგინოს ბოჭი მაგდენი ვერ შეგაგინებს აქ არ შეგაგინებს იმიტომ ბევრად უფრო კომფორტულად ხედან თავისთვის რაღაცას უყურებენ სიამოვნებისთვის შემოდიან TikTok-ის სიამოვნებისთვის აღარაა უკვე TikTok-ი არის მავნეჩვევა TikTok-ის სკროლ მე მავნეჩვევად მაქვს მაგალითად რა მაგრამ მე ისეთ არხები მაქვს გამოწერილი ქემაინც რომ კაი რაღაცებს უყურებ და ეხლა ვიღაცას თუ არაფერი არხი არ აქვს გამოწერილი ხდება ნაგავი ძმო აი ნაგავი იმენა ნაგავი ახალი აკაუნტი გააკეთეთ და პროსტა ნახეთ იმენა ნაგავი ხდება თან TikTok-ი მე იქიდან არ მევასებოდა ის რო გააკეთეს რა ის თამაში ის სისულელეა მართლა სისულელეა წარმოიდგინეთ TikTok-ს ფულს უხდეთ იმაში რომ ამ ტიპმა იმას მოუგოს ჩემი დიკარი რაღაცა არის რაში გაინტერესებს ვინვის მოუგებს რაღაც თამაში რო იყოს მართლა თამაში რო იყოს კაი გავიგებდი სიმღერაში რო ეჯიბრებოდნენ კაი გამესმის მაგრამ ასე პროსტა ტიპების ხედან და ვარდებს უგზავნიან ერთმანეთს ძმობას გაფიცებთ ხო გაქვთ თავისუფალი დრო რაღაცა ანუ თან ახლა რაღაცა რო ხდებოდეს მაგ სტრიმებზე ხოლმე ხო კიდე გავიგებდი აი სანდრექსა არის FIFA სტრიმავს ხოლმე რა მაგარი იგროკი არის FIFA-ს და აი იმ ბიჭს უყურებ ხოლმე რა ეხლა მე TikTok-ზე გამოწერილი მოყავს და თუ შემხდება ხოლმე ზია და უყურებ რა ანუ FIFA-ს როგორ თამაშობს მაგრამ ეგრო FIFA-ს თამაშობდეს და აი დაჟე ეგრო თამაშობდეს FIFA-ს და ვიღაცას ეთამაშებოდეს და ისიც ჩართული იყოს. ხო, მაშინ შეიძლება დაჟე მაგ დროს კიდე უფრო რაღაცა დონაცია გამეკეთებინა, მაგრამ ის დონაცია არ არის პროსტა რა. დროზე დაარტყი ორი ვარდი შენიდე და აი არ არის ეგ დონაცია, ეგ არის გამოძალვა ძმაო ფულის. ეგ არის საგიჟეთი, სირცხვილია ძმაო. ხო, მეშინია ეგეთი ხალხის, მართლა მეშინია მაგ ხალხის რა. და მაგრამ აყუცაკეთებენ ბიჭო და აი რავი რა. რის გამო აცხოვრებთ ეგრე ვიღაც ადამიანებს ვინც თქვენთან პრეტენზიებით იჭირდება მერეთან ვიღაცა არის ხო ეს სახლი ვიყიდეო და მანქანის ფუძოც ჩამერიცხავ ბოჭი ხო ეხო არა ხარ ჩემი კარგი მოყვა რაღაცა ხო იყიდე შიგააჯუი გაჩუმდი და წადი რა მაგ სახლს დაჯეკი ბოჭი ძუძუების ოპერაცია უნდა გავიკეთო ვიღაცა იზავდა მეტი სამალადეც ნო აი მენა ბოზ რაღა ეკლესიის თუ შეგიწირია ფული რაღა ამისთვის მე თქვი აი ხო ჩემი რა სისულელე არის წადით მო აი მართლა ამდენი ადამიანი დასახმარებელი იმათ დაეხმარეთ ეხლა მე რაც დონაციას ჩამერიცხავ ყველაფერს ან მოახმარ ამარხს ან კიდე მართლა ისე ქველმოქმედების პონჩი რაღაცას გავაკეთე ანუ ესე რომ აი რაღაცა მაგ ფულით სნიკერსები ვიყიდო ტრაქში გავიკეთო აი სისულელეა ხო დებილი უნდა ვიყო და ხო იცით რომ არა ვარ ეგეთი დებილი ხო და აქედან გამომდინარე მე მაგრამ ეშინია და TikTok-ი არის ძალიან ცუდი პლატფორმა აი ამ ეტაპზე უკვე რა. 1-3 წელი თავის საქმე აკეთა ძმაო, მან იყო ხალხი ვინც ხუმრობდა, იუმორის კონტენტს ქმნიდა, რაღაცა კონტენტს ქმნიდა, იმას ამას სამშენებლოკია და შემეცნები რა სამშენებ. შემეცნებითი კონტენტი იყო, ის იყო, ეს იყო და რაღაცა ახალზე შეგვეძლო მისვლა, ხო? კაი იყო. რატომ ასლოგინე? ხო და რაღაცას გაიგებდი ან ის 22 გრადუსი რო არის, აი მაპატიეთ ბავშვებო ძალიან მაგრა აკეთებთ, რასაც აკეთებთ. ვაფშე არასდროს არ ვიტყვი იმას, რომ თქვენი საქმის პროფესიონალები არ ხართ, მაგრამ ვერ გიყურებთ, რომ არ შემიძლია. რა ის ატრიალებს, ბიჭო, რა ის ატრიალებს და რა ის ჯანელიძე სროგზე ყავს მეყვანილი თუ ვახტანგიშვილი და დამნაშავე ხართ თუ არა იმაში რომ ყველაზე მაგარი სცენარი და ანუ არა ძმა, ანუ მე ვერა რა, ანუ შეიძლება ჩემშია პრობლემა, მართლა გეუბნებით ახლა.
მართლა ვფიქრობ, რომ ეგ ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან, იმიტომ რომ მასეთ ასაკში ეგეთ რაღაცებს აკეთებენ და ეხლა მე არ შემილია, ნუ აი ხო არის რომ რაღაცები არ შემილია. ეგეთი რაღაცების ყურება არ შემილია, მე მირჩევნია, რავი, რას უყურე ქართულ TikTok-ს ვაფშე ვერ უყურებ. ეს ქეთი ეგიდუნაშვილი და ისინიც განა თვითონ მაგათი პეიჯების ვიდეოები ხდება, არც იფიქროთ, ვიღაცებს აქვს დამოჭრილი ხოლმე სასაცილო მომენტები და ეგენი ხდება ხოლმე და ეგეც იშვიათად და ძირითადად ახლა მე ანიმე კონტენტი მეჩნდება, ანიმეების გამო რაც უყურებ ხოლმე რეკომენდაციებს მიგდებს, ფეხბურთია ხოლმე. და всё რა, ეგ ორია. და უცხოური სატელევიზიო შოუები, რაღაცა გადაცემები, უცხოელი იუთუბერების ისენი და ეგეთ რაღაცები ხდება ხოლმე. გასართობი კონტენტი საყურებლად რო აი 2 წამი რო უყურე და მე ვაფშე ვარ გახსოვს რას უყურე, ეგეთ რაღაცები ხდება. რავი, მე მაგრამ აღარ მოვწონს TikTok-ი რა. და მე როცა დავიწყე, მაშინ არ იყო ესეთი სიტუაცია TikTok-ზე რა და ეხა ძალიან ხელიდან არის გაქცეული რა. არა და გინდა არ გინდა ბევრი მაყურებელია, როგორც ინფლუენსერმა ნახვების დაგროვების პონჩი უეჭველი უნდა აკეთო რაღაცა TikTok-ზე რა. მაგრამ ჯობია რომ TikTok-ზე შენი კომანდა შეიკრიბო რა. ეგ ლენკას ყავს ეგერე რა. იმენ თავისი კომანდა ყავს და იმ თავისი კომანდა საკმაოდ ბევრი სხვათა შორის ის თავისი კომანდა უყურებს რა. აი სხვები დიდად რო გითხრა რომ აი ახალი ტიპები იჩნდებიან ხო? არა. არა ნუ ხო რა, რავი, უზრდელი ხალხი რო აი ყოველთან TikTok-ზე ისაა რომ იმენ YouTube-ზეც ხო არ ჩანს სახელი და გვარი, მაგრამ YouTube-ზე ვიღაცები სახელი და გვარით არიან დარეგისტრირებული. იქაც არიან, მაგრამ იქ უფრო ამოფარებულები არიან ამ იმას რა. რავი, რა განსხვავებაა? ნეტა რატო არ კადრულობენ ეგეთ რაღაცებს YouTube-ზე და იქ რატო კადრულობენ? მაგას ვერ ხვდები რა. იქ უფრო მეტი კომენტარია და ყველას არ წაიკითხავს და მაგის იმედ და გამოდიან ვიღაც ტიპი ლაპარაკობს, რომ აი დღეს ულამაზესი რაღაცა ის ულამაზეს ადგილას ჩავედი, რაღაცა რაჭაში, მთაში და ქვევით მოგიტყან დედის რა კომენტარებს ვნახავთ და ეგრევე ჯენი დედა შევეზე რა გინდა, რა არის ბიჭო, არ შემილია ეგეთი რაღაცების ყურება რა. და ვაფშე მე ხარ ვცდილობ რომ ვაფშე TikTok გადავაგდო რა და რაღაც დებილ თამაშებს ვიწერ ხოლმე რა იმაზე, აი რაღაც თამაშობ და იქ რო რეკლამას ამოგიგდებს, ხო იცით? აი რეკლამაში რა თამაშებსაც აგდებს, ეგ თამაშები მაქვს ყველა ჩაწერილი. ანუ რა რეკლამებსაც მიგდებს, ყველა ჩაწერილი მაქვს უკვე და მეტი აღარ ვიცი არსებობს თუ არა, ხო და რა ვიცი, მაგით ვერთობი მე ეგეთ რაღაცები თუ დროის გაყვანაზე მიდგება ხოლმე საქმე, მირჩევნია TikTok-ის სკროლს, ეგ ვითამაშ რაღაც საფეხბურთო კარიერა მაქვს დაწყებული ახლა. ჯუზეპე ორო იმქვია, ფეხბურთელი ვარ, 24 წლის საქართველოს ნაკრებში თამაშობ, ვერსად ვერ გავედი. აი არ ვიცოდი რა, სხვა ქვეყანა უნდა მიმეთითებინა, არა, მე საქართველოს არ გავცვლი. ბოლომდე ვიქნები სანაკრებო ტიტულის გარეშე, მაგრამ კვარა რატო არ არის იქ ნეტა არის? არ არის, არ მგონია რომ იყოს, იმიტომ რომ გუნდებს სხვა სახელები ქვია რა. რაღაც ყლებობები და ხო და ნუ ის არის რა. მაგას უბერავ რა, მაგით ვერთობი რა, ვქნა. ჩემპიონთა ლიგას ქვია Q Cup თუ რაღაც. ორჯერ მოვიგე სხვათა შორის. რა გუნდში ვთამაშობ? რაღაცა დებილობა გერმანულ გუნდში ვთამაშობ, რომელიც ეს ლიგა გავჩევ. რაებს გიყვებით ჩემი, აი რაებს ყვები. ხო და ეს TikTok გადაიქცა ნაგვად რა, სანაგვედ და აი ყველაფერი ნეგატივის ბუდეთ და ნეგატივი სადაც არის, ხო, არაფერი არ მინდა ეგეთ ზამავა რა. აი მართლა გეუბნე, აი მინუსი და პლუსი რო ბატარეას, მინუსი გააჯვაზე, მარტო პლუსი მინდა. ორივე მხარეს პლუსი მინდა, კიდია რა. დავიღალ, მართლა დავიღალ. ამდენი ნეგატივით აი ადამიანებს სადა გაქვთ რა. აი გუშინ ჩავწერე ვიდეო იმაზე თიკას და მანდრეინზე და ეგ ხო ვისაუბრე რა კომენტარები რები ეწერა სირცხვილი იყო ძმაო და ეგ ვიდეო ეხლა რომ დაედო. აი Facebook-ზეც ეგრე არის, აი რაღაც ვიდეო იდო. ერთი 2 წლის წინ იყო ეგრე რომ TikTok-ი არ იყო ეს ჯერ გავჭებული და TikTok-ზე იდო ჩემი ვიდეო რაღაც ხუმრობას ვიზახდი და Facebook-ზე იდო. Facebook-ზე აღზრდელი მაგინეს, აი მენა ყველაზე ცუდი პირით მაგინეს და თან ეხა კომენტარს როდის დაუწერო იმას ეხა იმას ვძდიო და იმაზე მოვიშალო ნერვი ვიღაც აი ყოვლად შეუმდგარ ყლეს გაუტოლდე არ მინდა რა ტიპი რო სახში ზის და ვიღაც შეურეწოხა და აღემს არა რაზე უნდა ესაუბრო ეგეთ ადამიანს ხო და მანდან გამომდინარე
TikTok-ზე მაშინ მე და ეგ ვიდეო TikTok-ში ვახ რასაც ცილოხუნებაო და რაღაცებს მიწერდნენ და იქ იმენა შენი დედაში. Короче, აზრი არ აქვს რა, აზრი არ აქვს რა. ხალხს ძალიან მოწონს, როდესაც აქვთ უნარი, რომ ვიღაცა სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ უმიზეზოდ, უპრობლემოდ, უიმისოდ, უამისოდ და მე აღარ ვარ ისეთ ასაკში, რომ ვიღაცებს ისა რა, მივცე რაღაცა ეგეთი საშუალება, რომ ვიღაც მიაყენო შეურაცხყოფა და აი სინამდვილეში თუ გაინტერესებს, მაგის გამო შევეში მე TikTok-ს რა. ეხლა მე მაურჩი დავამთავრე, ფიქრობ 74,000-იანი არხი მაქვს რა TikTok-ზე რა. შემიძლია მართლა ეხლა 1-2 კვირა რომ გადავდო ვიდეოები, ისე ამომუშავებ ძალიან თავისუფლად. მე რაღაც სპონსორებიც გაიჩნდება, მაგრამ არ მინდა, აი მართლა არ მინდა. მე ჩემი Instagram-ზე ყავს ჩემი ბანდა და YouTube-ზე აგერაკ. საახლოებით ერთი გვერდაუდენობის ხალხი 5,000 კაცი მყავს. 5,000 კაცის მამა. არ ვიცი, მე მგონია რომ აი მე რომ ომი დავიწყო, წავმყვებიან რა. აი ეგეთი ხალხი მგონი ხართ მე. შეიძლება მაგრამ უიგინებ, მაგრამ მე ეგრე მგონია რომ აი ყველაფერში გამოვყვებით რა რაშიც დამეთანხმებით როგორც მინიმუმ და მე მგონია რომ ბევრ ამაში დამეთანხმებით, იმიტომ რომ ყველა ხო არ ჩართეთ ეს ვიდეოები. აх, ცხელა რა. ხო ვერ მოვიდა ეს ზაფხული კი და ხო ვერ გავიდა ეს ზაფხული. მალე მოჭე დავი რა ტვინი მოიწონა. ხო და TikTok-ს რაც უფრო ნაკლებად მოიხმართ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, ჩემი აზრით. იმიტომ რომ საგანმანათლებლო კონტენტი ქართულ ენაზე აღარ იქნება, მაგრამ რა ის ძირითადად ნაგავია. ხო და ეს ტრეში ვიდეოების ყურება არ მევასება, არ შემიძლია. აგას ჯობია, მართლა ჯობია რომ რაღაცა ისე ვაინებზე დავბრუნდეთ. ვისაც გახსოვთ ვაინები და დაწერეთ რომ მე მახსოვს ვაინი. შენს DJ-ის მიკროფონს აქვს გაინი. გაინი არის ხმის მიკროფონი. აუ გარეკილი, არა ცხელა ძმა, აი რო ცხელა იმენა დაგა. შიგნით მიზის ის მაიმუნი დაკი. საერთი კი არ ერთი სხვადასხვა ადგილებში შედან და იმენა დაკა. აუ იყავ აქ. მომწყურდა კი არა. დიდება უფალს. კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან კარგი ხალხი ხართ, ალბათ. შუა ქუჩაში თუ მნახავთ და მეტყვით რომ მეო შენი გამოწერი ვარ, მე დაგიჯერებთ. არ დაგიჯერებთ. ამასიანთ გადაიღო ვიღაცამ ჩემთან სურათი და არ იცოდა ვინ ვეყავი. და არჩე რა მაგას არ ვიტყვი. არჩე რა გისურვებთ. აუ თქვენ ჩემი ობობა ნახი ყავთ. აი ეს საყვარელი ობობა მყავს. მე ძალიან მყავს ობობები. ბავშვობაში ბევრჯერ ვაკვენინე, მაგრამ ვერ გავხდი სპაიდერმენი. ძალიან საყვარელი არსებები არიან ობობები ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმ ყლეობებს რაძნებს ნიშლის, მაგალითად კალიები, პებლები და ეგეთი სირობები, მაგებს ჭამენ. უკვე ჯიგრები არიან, ა? ჯიგრი. ჰაო, ვიღაცები არიან რომ კალიები და ობობები ერთნაირად იზღებათ. ნუ გეზიზღებათ. ესენი კალიებს ჭამენ. ჯიგრები არიან. ხო? კიდევ რაღაც სათამაშოები მე განახეთ. მე განახებ ჩემს სათამაშოებს. მაგამდე კი ჩემი ობობა დაგემშვიდობებათ.